რა კავშირი არის ფინანსებს და თავდაჯერებას შორის? ერთი შეხედვით არ გამოიხატება არანაირი კავშირი, მაგრამ რეალურად სინამდვილეში არის კავშირი. რეალურად თავდაჯერებასაც და ფინანსებსაც მართავს ერთი სახლი, მეორე სახლი. შესაბამისად, ეს ორი თემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია თავდაჯერება, მით უფრო მაღალია შენი შესაძლებლობა, შენი უნარები, რომ მიაღწიო ფინანსურ სტაბილურობას. რაც უფრო დაბალია თავდაჯერება, მით უფრო ნაკლებია შენი შანსი, რომ მიაღწიო ფინანსურ სტაბილურობას. ეს არის ლოგიკური, თუმცა მეორე სახლი არის საკუთარი ფინანსები და შესაბამისად ეს უფრო ესე ვთქვათ, მოქმედებს არა ხელფასზე, არამედ ეს არის ჩემი საკუთარი პირადი ფინანსები, ეს არის მხოლოდ ჩემი, რომელიც არის და ხშირ შემთხვევაში ეს უფრო ესადაგება საკუთარ ბიზნესს, როდესაც საკუთარი საქმე გაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, მთლიანად ჩემი ფინანსებით ზოგადად ამ სფეროში იგივენაირად შედის. შეიძლება ესე ვთქვათ, იყოს ხვის დაქვემდებარებაში და არ გქონდეს თავდაჯერება მაღალი, მაგრამ გქონდეს ხელფასი ჩვეულებრივად და ფინანსურად იყოს სტაბილური, ესეც შესაძლებელია, უბრალოდ ეს არ არის მეორე სახლის თემა, ეს არის უკვე სხვა სახლის თემა. ჩვენ ვიცით, ფინანსური სახლები საკმაოდ ბევრი არის. აქ საუბარი არის საკუთარ საქმეზე და აქ არ არის მეორე სახლის საუბარი მხოლოდ ფულზე, ეს არის იგივენაირად ჩემი ყველაფერი, რაც მე მაქვს. თავდაჯერების ჩათვლით, იგივენაირად არის მორალური ფასეულობებიც, ყველაფერი, რაც მე გამაჩნია, მატერიალური, არამატერიალური, არის მეორე სახლი. შესაბამისად, რაც უფრო მეტი თავდაჯერება მაქვს, იგივენაირად ეს ყველაფერი აისახება ჩემს ფინანსებზე და იმაზე, რაც მე მაქვს. ამ ყველაფრის ანალიზისთვის უნდა გადახედოთ მეორე სახლს, უნდა ნახოთ მეორე სახლის მმართველი, უნდა ნახოთ ყველა პლანეტა, რომელიც დგას მეორე სახლში, უნდა ნახოთ მეორე სახლის ნიშანი, კუსპიდის ნიშანი, ჩართული ნიშანი, გაანალიზოთ მათი მმართველები და რაც უფრო დაზიანებულია მეორე სახლი, მით უფრო თავდაჯერება იკლებს. იგივენაირად თქვენ შეგიძლიათ ვენერასაც გადახედოთ პარალელურად, როგორც დისპოზიტორს. შესაბამისად, რაც უფრო დაზიანებულია მეორე სახლი, მით უფრო დაბალი თავდაჯერება აქვს ადამიანს და მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ გქონდეს ან საკუთარი საქმე, ან ზოგადად ფინანსებით გქონდეს კარგი და სტაბილური. რაც უფრო ძლიერია მეორე სახლი, მით უფრო თავდაჯერებული ადამიანი და შესაბამისად აქვს უნარი, რომ გამოიმუშაოს თვითონ საკუთარი ფინანსები, იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეიძინოს მატერიალური ან არმატერიალური სიმდიდრე. თუ დაზიანებული არის სახლი, ესე დროს ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დახურულია და მორჩი არაფერი არ გეშველებათ, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იმუშაოთ ამ სახლზე, უნდა დაამუშაოთ, უნდა ნახოთ კონკრეტულად რა პრობლემა არის, კონკრეტულად სად არის შესაძლებლობები, რუკის მონაცემები არ არის სამუდამო, მათი შეცვლა შესაძლებელია, უბრალოდ მათზე არის საჭირო მუშაობა. უნდა დავამუშაოთ რუკა და შესაბამისად ჩვეულებრივი ფინანსები, ესე ვთქვათ, მეორე სახლის თემები ჩვეულებრივად იქნება თუ ავიმაღლებთ თავდაჯერებას.